მე მაინც მინდა დავიწყო თემით, რომელიც ძალიან აქტუალური არის. ახალი ამბავია ყველაფერთან ერთად საქმე ეხება არაბულ ინვესტიციებს და მასთან დაკავშირებულ უზარმაზარ შეკითხვებს. თქვენ გქონდათ რეაქცია ამასთან დაკავშირებით პერსონალურადაც, ვრცელი პოსტი გამოაქვეყნეთ და თქვენს პარტიას კი ამ დღეებში ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება აქვს გავრცელებული. გახდება თუ არა საჯარო ხელშეკრულება, რომლითაც არაბ ინვესტორს 100 ჰექტარი მიწა უნდა გადაეცეს თბილისსა და გონიოში. ლაპარაკია არაბულ ინვესტიციაზე. პროექტის განხორციელებისთვის შეიქმნა ერთობლივი კომპანია, რომლის 33% ქართული სახელმწიფოს საკუთრება იქნება. წილის სანაცვლოდ სახელმწიფო სწორედ ამ მიწის ჩადებას აპირებს. ორივე ტერიტორიაზე ინვესტორი მასშტაბურ მშენებლობას აპირებს. რამდენად სამართლიანია ხელშეკრულების პირობები? რა ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, ურბანულ და ინფრასტრუქტურულ რისკებს შეიცავს პროექტი? რა გავლენას მოახდენს დემოგრაფიულ დინამიკაზე. ეს კითხვები ჯერჯერობით პასუხგაუცემელია და მისი ადრესატები არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. დღეს უკვე კრიტიკული გამოხმაურებები ერთ-ერთი მღვდელმთავრისგანაც მოვისმინეთ. დავიწყოთ საუბარი ამ პროექტზე. ერთის მხრივ შეიძლება რიგს ადამიანებისა ცოტა უცნაურად მოეჩვენოს, როდესაც დიდი ბიზნეს გამოცდილების მქონე ადამიანი ქვეყანაში ინვესტირების პერსპექტივას ამ პროექტში აკრიტიკებს. ამ მხრივ კიდევ უფრო მეტად საინტერესოა, რატომ გაგიჩნდათ ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ. გიორგი, მოგესალმებით თქვენ მაყურებელს მივესალმები, მადლობა მოწვევისთვის. პირდაპირ ვიტყვი ესეთი ტიპის პროექტი, როგორც წარმოდგენილია დღეს ეგრეთ წოდებული მთავრობის მიერ, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ორი ასპექტი არსებობს აქ. არსებობს ერთი ემოციური, ისტორიული, დემოგრაფიული, ეკოლოგიური და გაუმჭირვალობის თემა და მეორე არსებობს ბიზნეს საკითხი. მე მინდა რომ ჯერ პირველ საკითხზე გითხრათ, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ჩემი თანაგუნდელები, რომ საქართველოში აი ეს პირდაპირი არათუ მიყიდვით, უბრალოდ გადაცემით, აქ არანაირი თანხის გაცვლაზე და ბიუჯეტში თანხის შემოსვლაზე საუბარი არ არის. ორი ანკლავი აშენდეს, ორივე გააკეთოს არაბულმა კომპანიამ და ჩვენ თბილისში ხრწანისის ველზე, ხრწანისის ნაკრძალში მივიღოთ არაბული დასახლება, ისევე როგორც მივიღოთ იგივე კომპანიის მიერ აშენებული დასახლება გონიოში. ეს ტერიტორია ისტორიულად ეკუთვნოდა საპატრიარქოს. კომუნისტების დროსაც კი არ ეხებოდნენ ამ ტერიტორიას. ეს ტერიტორია იქნა გადაცემული ეკლესიაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ აქ ეს მართლა უნიკალური ლანდშაფტი და არა მარტო ლანდშაფტი, ისტორიული ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ჩვენი წინაპარის სისხლია დაღვრილი და არანაირ პათეტიკასთან არ აქვს საქმე, ეს არის რეალობა. აქ მე წარმოვიდგინოთ მეჩვენება, რომ განხორციელდეს ის პროექტი, რომელიც დაგვიანონსეს. ეკლესია ამ ტერიტორიას ინახავდა მხოლოდ იმის გამო, რომ იქ რამე მსგავსი არ მომხდარიყო. ჩვენ ვიცით, რომ 2015 წელს გამოართვეს ეკლესიას ეს ტერიტორია და დღეს უკვე ამ ტერიტორიაზე არაბები აპირებენ 30,000 ადამიანის ჩამოსახლებას. საფასო პოლიტიკა, რომელიც განაცხადეს მათ, ეს არ არის ქართველ მომხმარებელზე გათვლილი, ეს გათვლილია იმ მომხმარებელზე, რომელიც სახლობს დუბაიში, აბუ-დაბიში, კატარში და ასე შემდეგ. შეიძლება რაღაც ნაწილი სხვა ეროვნებებმაც იქნება. ეს არა მარტო არაბულ სახელმწიფოებში, ფაქტი ერთია, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას წვდომა გამორიცხული. ესეთი საფასო პოლიტიკა და შესაძლებლობა სამწუხაროდ ჩვენ მოქალაქეებს არ გააჩნიათ. შესაბამისად, აქ ჩვენ მივიღებთ რამოდენიმე წელიწადში უცხოურ დასახლებულ ქალაქს 9 მილიონ კვადრატულ მეტრზე გაშლილს. მე მინდა ციფრს კარგად დაუფიქრდეთ. 9 მილიონი კვადრატული მეტრია ორივე ერთად, გონიო და ხრწანისის ტყეპარკი და ეს არის პირველი ნაწილი. კიდევ ვიმეორებ, ეს პროექტი ეწინააღმდეგება ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, სადაც ჩვენ ვართ სამწუხაროდ, ესე თქვათ, არ მინდა სიტყვა მომაკვდავი, მაგრამ დღევანდელი ყველა სტატისტიკური მონაცემებით ჩვენი ერი უფრო
დემოგრაფიული დაღმართობის ფაზაში. ძალიან სერიოზულ პრობლემაშია და სიკვდილიანობა გვჯობნის სამწუხაროდ დღეს აღარ ვიტყვი იმ 100,000-ობით გასულ ქართველზე, რომელიც გასულია ემიგრაციაში. მეორე საკითხი, ბიზნეს საკითხი, თქვენ კითხვა დასვით, რომ თქვენ იცით, რომ მე როცა ბიზნესში ვიყავი, დღესაც კომპანიები ასრულებენ სადეველოპერო საქმიანობას. როცა ბიზნესზე ვსაუბრობთ, მე ძალიან გასაგებიანით მინდა ვთქვა, რომ პირველი, როცა სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას რაიმე მიწის გასხვისებაზე, ის უნდა იქნას გამოტანილი კონკურენტულ გარემოში აუქციონის წესით და მიწაზე უნდა დადგინდეს სამართლიანი კონკურენტული ფასი. მეორე, სახელმწიფოს არანაირი საქმე არ აქვს, რომ შევიდეს კერძო კომპანიაში მონაწილეობით. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო აქედან არაფერს არ მიიღებს. მათ განაცხადეს, რომ ეს მიწა ღირს 600 მილიონი, კითხვა მაქვს, რატო არ ღირს 700 მილიონი, რატო არ ღირს 800 მილიონი, ვინ დაადგინა ეს ფასი? ან რატო არ ღირს მილიარდი? ან შეიძლება საერთოდ შეუფასებელია. პირველ ნაწილს თუ განვიხილოთ, ჩემთვის ეს მიწა შეუფასებელია. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, იქ მე ვერ წარმომიდგენია იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რაც იქ მოხდა იმ ტერიტორიაზე, კწანიზე მაქვს საუბარი, რომ იქ ის აშენდეს და ის განვითარდეს, რაც დაგვიანოსეს. მეორე ძალიან გასაგებიანაზე მინდა ვთქვა, წარმოვიდგინეთ გიორგი, რომ ეს 9 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა არის თქვენი. თქვენ წარმოადგენთ სახელმწიფოს. და თქვენ ამბობთ, რომ მე 9 მილიონი კვადრატული მეტრი შემაქ ერთობლივ საწარმოში და ვიღებ 33%-ს. ეს ნიშნავს, რომ მე თუ ვარ ინვესტორი 600 მილიონის პროპორციული, ანუ დაახლოებით 2-ჯერ 600 მილიონი, 1,200 მილიონი მე ამ ერთობლივ საწარმოში უნდა შემოვიტანო ინვესტიციის სახით. ხო ესეა, რომ სამართლიანი გარიგება მოხდეს. მარტივი მათემატიკა. მარტივი მათემატიკა. ჩვენ იმიტომ მოვითხოვეთ ხელშეკრულება, რომ გასაჯაროვდეს, რომ საფუძვლიანი ეჭი გვაქვს, რომ მსგავსი გარიგება არ არსებობს, იმიტომ რომ თავარი დეველოპერულ ბიზნესში არის მიწის ფლობელობა. იმიტომ რომ თუ მიწა გააგდა ის ღირს 600 მილიონი, შენ ნებისმიერი ბანკი დაგიფინანსებს საწყის კაპიტალს, რომ იქ ინფრასტრუქტურა გამართო და დანარჩენი დაფინანსება ხდება წინასწარი გაყიდვებით. ეს იცის უკვე მთელმა საქართველოს. ამას აკეთებს უკვე წარმატებით ძალიან ბევრი წარმატებული ქართული დეველოპერული კომპანია, მათ ჭირდებათ საწყისი კაპიტალი, თავარია ჭირდებათ მიწა, პირველი კაპიტალ დაბანდება, მერე ჭირდებათ ინფრასტრუქტურისთვის ფული და მერე პროექტს ყიდი HR-ზე ეგრეთ წოდებული და ესე ვთქვათ, მე რეპუტაციის საკითხია, რომ მართლა დაამთავრებ და მართლა ჩააბარებ დროულად. ეს პროექტი თავად ყიდი საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, არანაირი არაბული ასპარატების გარე ინვესტიცია არ ჭირდება. ამის არ ჭირდება არც არაბი, იმიტომ რომ თუ არქიტექტურაზე ვისაუბრეთ, ქართულ დეველოპერებს დღეს სოფლიოს წამყვანი არქიტექტორები ყავთ ჩამოყვანილი და ესე ვთქვათ, რატო არ აკეთებს ამას რომელიმე ქართული კომპანია ან კომპანიები? ერთი. მეორე, ეს ზღაპარი რომ 6 მილიარდი შემოვა. 6 მილიარდი კი არ შემოვა, ამ 600 მილიონიდან. რა ეკონომიკური გათვლა დევს, რას მოიგებს, ესე ვთქვათ, სახელმწიფო. ესეთი გათვლა ჩვენ არ გვინახავს. და რაც ყველაზე მთავარია, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ამ პროექტის უკან, მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ პროექტის აქეთ 70%-ში ბიძინა ივანიშვილი თამაშობს. დარწმუნებული ვარ მისი ბიზნეს გამოცდილებიდან, რომ ის არასდროს არ დათანხმდებოდა, რომ შესულიყო ესეთ გაუგებარ ერთობლივ საწარმოში და არ მოეთხოვა იქ საკონტროლო პაკეტი 50% ან 60% ან ასე შემდეგ. ეს რაღაცა არ არსებობს. გამორიცხულია, რომ შენ კონდეს უნიკალური მიწა და რაღაცა თეორიული ინვესტიციის თუ ფულის სამაგიეროდ ამ მიწას დებ, რომელიც არის პრაქტიკულად ინვესტიციის მომტანი. იქიდან მხარეს რა მოაქვს? პროექტირება, რომელსაც აკეთებს ნებისმიერი არქიტექტურული ჯგუფი უკვე საქართველოში და უცხოეთში შეგიძლია დაიქირავო ნებისმიერი და კარგი სადისტრიბუციო გაყიდვების ოფისი. აი ეს არის მთელი ამის ამბავი. ამ ოფისსაც შეიძლება ფაქტობრივად რუსთაველზე საუკეთესო ადგილზე. კი. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ გასაჯავრონდეს, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი თემა. ეს არის კიდევ ვიმეორებ ეროვნული ინტერესის თემა. ჩვენი ღრმარწმენით ის ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესს და ამ ქვეყანას ქვია საქართველო. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის ინტერესი უნდა იქნას გათვალისწინებული. როცა საქართველოს მოქალაქის ინტერესი არ არის გათვალისწინებული და ამ ქვეყანაში თბილისის გვერდზე ცხეთის ოდენა სიდიდით ქალაქი შენდება, ისევე როგორც გონიოში სტრატეგიული ადგილია გონიო აღარ ჩავალ სიღრმეებში, მე მგონი ჩვენი მაყურებელი და ჩვენი ესე თქვათ საზოგადოება კარგად ხვდება რაზე მაქვს საუბარი. და ვიმეს არ ეგონოს, რომ აქ რაღაცა ეროვნული გართულებები მაქვს, მე არავითარ შემთხვევაში. ნებისმიერი სხვა კომპანია რო ყოფილიყო, ნებისმიერი ქვეყნის ანალოგიური რეაქცია გვექნებოდა. ამაზე გაცილებით დიდი რეაქცია მაქვს, როგორც ქართველს პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ აი ესეთი
შეფუთული აფიორა, რომელსაც ბიზინა ივანიშვილი ატარებს, ეს არის დაახლოებით იგივე, რაც აკეთებდა მარიხუანას დროს. და მაშინ, მადლობა ღმერთს, ეკლესიამ გადაგვარჩინა, რომ არ გავხდით მარიხუანას და ნარკოტიკების წარმოებელი ქვეყანა. თქვენ გახსოვთ, მაშინ უწმინდესის და უნეტარესის ძალიან მკაფიო ერთი ფრაზა, რა თქმა უნდა, მან ბოლოს ესე თქვა, ახლა მით უმეტეს გაუგებარია საპატრიარქოს არა მარტო დუმილი, არამედ მათი საკუთრების გამოყენებით ამ პროექტის განხორციელება. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო საპატრიარქოში და ჩვენ ესე თქვა, საზოგადოებაში არ აქვს მნიშვნელობა ქართული ოცნების მომხრე ხარ თუ ესე თქვა, ოპოზიცია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე მგონი ერთ რამეზე როცა ჩვენ მიწას ეხება, ჩვენ ქართულ სახელმწიფოებრებას ეხება, ჩვენ ტრადიციას ეხება, ხო, ეს ადამიანები, იქ ძალიან პრინციპულები უნდა ვიყოთ. ეს ადამიანები, ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული, ვითომ ქართული ინტერესის დამცავი ადამიანები ამბობდნენ, რომ ჩვენ ორი ფეხით უნდა შევიდეთ ევროპაში და ცალი ფეხით არ უნდა შევიდეთ ევროპის კარები ყოფილიან ჩაიკეტა და ამ დროს უზარმაზარი კარები გაუხსნეს, ესე თქვა, იმ ქვეყანას, რომელთანაც ჩვენ ესე თქვა, კი ღმერთმა გაუმარჯოს იმას თავის კულტურით, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს ესეთი კულტურული და ესე თქვა, ესეთი ურთიერთობა, ესეთი სიახლოვე, რბილად რო თქვა, რომ ჩვენ უთხრათ, რომ აი ჩვენი უნიკალური მიწა, აი გაძლევ რა, ყოველგვარი გადახდის, თანხის გადახდის გარეშე, თან ერთს კი არ გაძლევ, ორივეს გაძლევ, ორი წერტილი გააკეთე. საუკეთესო მიწა და ეხა სიმართლე გითხრათ, ფულს გადააყოლა ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი ამ ქვეყანაში. აი ესეთი სიტყვა უნდა სიხარბეს გადააყოლა საქართველოს ინტერესი და აყოლებს ამას და ამას არ დაუშვებთ. კიდევ ვიმეორებ, გაასაჯაროონ ხელშეკრულება, რომ საზოგადოება მიცოდეს, რასთან მოგაქვს საქმე და ამ პროექტს ჩვენ აუცილებლად გავაჩერებთ. საზოგადოება გააჩერებს ამ პროექტს, იმიტომ რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ეროვნულ ინტერესებს. შეიძლება მოგვიანებით აპირებდით ამის თქმას, მაგრამ არ ვიცი რამდენი სწორი პარალელია, მე მახსოვს ანაკლის მართლა ეროვნულ სახელმწიფოებრივი სტრატეგიული ამოცანის პროექტის რეალიზების პროცესში იყო ბანკებიდან და თქვენი მხრიდან თხოვნა ხელისუფლებასთან, რომ მინიმალური გარანტია საკრედიტო ხაზისთვის მიეცა და ამაზე მაშინ თქვენს უარი და რეალურად ვერ განხორციელდა ეს პროექტი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო. ახლა ჩვენ ვიღებთ სურათს, როცა სახელმწიფო მისი კუთვნილი ასევე რესურსებით შედის საკმაოდ დიდ და საქართველოს მასშტაბისთვის მართლა ძალიან დიდ პროექტში, სადაც აი ეს პრობლემა ბრწყალებში საერთოდ არ ახსენდება, რომ სახელმწიფო მოიზიდოს ფული მისი რესურსებით გამოყენებით, მაშინ როცა ანაკლისთვის თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში გაცილებით უფრო მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტისთვის ეს არ გააკეთა. გიორგი, მე შეგახსენებთ, რომ ანაკლის გაჩერების სპეცოპერაცია მართლა ბიძინა ივანიშვილმა არა მარტო რუსების დავალებით, არამედ თავისივე ინტერესების გამო გააჩერა და ლაპარაკი იყო 50 მილიონ დოლარის გარანტიაზე იმ შემთხვევაში, როცა უკვე პორტი აშენებული იქნებოდა და 5 წლის განმავლობაში რაღაცა მიზეზების გამო, რომელშიც სახელმწიფო იქნებოდა დამნაშავე, პორტი იქნებოდა გაჩერებული. და 4 ბანკი, ანუ ეს დასაზღვევი 4 ბანკი იქნებოდა, რომ 5 წლის განმავლობაში ჩვენ არ გვინდა ინტერესი, მაგრამ რადგანაც თქვენს გარეშე, ანუ სახელმწიფოს გარეშე ამ პორტის ფუნქციონირება იქნება შეუძლებელი, თქვენს რაღაც, ესე ვთქვათ, რისკის ფაქტორი დაგვანახეთ, რომ 50 მილიონს 5 წლის მერე აშენებულ პორტში. ეხლა წარმოგიდგენთ, პორტი აშენებული და არც ერთი კონტეინერი არ მუშაობს, ესე იგი ქვეყანას რაღაცა ჭირს. აქვე ხაზ გაუსვენ, რომ ეს არ გულისხმობდა force majeure, ანუ საომარ მოქმედებას, წყალდიდობას და ასე შემდეგ. ლაპარაკი იყო სუფთა ეკონომიკურ საკითხზე. და კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვიცით, რომ ანაკლია რა მდგომარეობაშია, ესე ვთქვათ, 20-20-ში უნდა მიგვიყო ჩვენ გემი და საქართველოს დაკარგა უზარმაზარი მომენტი. ანუ 4 წელი უკვე პორტი ფუნქციონირებს, 5 წელი. პირველი გემი უნდა მიგვიყო 20-20-ში. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ეს არის პრინციპული საკითხი, რაც განვიხილეთ ახლა ჩვენ და მე ვფიქრობ, რომ მოუწოდებ ჩვენ საზოგადოებას, რომ ძალიან კარგად ჩაიხედეთ ამ საკითხში, იმიტომ რომ ეს არ ეხება რაღაც მარტო რაღაც პოლიტიკურ დებატებს, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავლის ძალიან სერიოზულ ინტერესს. ბატონო, თქვენ ახსენეთ ახლა 50 მილიონის გარანტია, რომელიც რეალური თანხა არც იქნებოდა. მე გადაცემის დასაწყისში ედიტორიალში გავიხსენე კობახიძის ბოლო 2 დღის განცხადებები. მან თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღიარებების ხარჯზე და ასევე ბინებიდან ამოღებული ფულადი თანხის ხარჯზე დაახლოებით 60 მილიონი თანხა არის ამოღებული, რომელიც მიიქცა, ანუ ბიუჯეტში.
და ნუ ამასთან შედარების სახით მოვიყვანეობ და ამავე დროს განაცხადა რომ ჩვენ ისეთი კარგი მენეჯერები ვართო რომ მარტო საკადრო ოპტიმიზაციის შედეგად 70 მილიონი ლარის ოპტიმიზაციაო თანხებისო უკვე მოახდინეთო ბიუჯეტში. ანუ 60 პლუს 70 გამოდის 130 მილიონი ლარი და უბრალოდ ვახსენე ის რაც მთელი ქვეყნისთვის ოცნების მხარდამჭერი იქნება თუ მოწინააღმდეგე ყველასთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია ეს ეხება ბავშვთა კვებას. თქვენ საარჩევნო კამპანიაშიც იყო ერთ-ერთი წამყვანი თემა. დათვლილია ეს და 60 მილიონი ჭირდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვების კვების უზრუნველყოფას, მოსწავლეების. ამ მასშტაბის კორუფციულ სკანდალებზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ თვითონ რაზეც გვესაუბრებიან. რა ხდება თქვენი აზრით ივანიშვილის ვერტიკალში? რატომ დაიწყო ამ კაცმა საკუთარ ფეხებში და რეჟიმის ფეხებში ესეთი აქტიური სროლა? რეალურად ზიანდება ამით, არ ზიანდება თქვენი აზრით და რა პროცესი მიმდინარეობს? რა მასშტაბის არათუ წმენდა, არამედ რა მიზნის წმენდა ხდება ახლა ივანიშვილის ვერტიკალში? პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილის გარემოცვა და თვით ივანიშვილი ამ პროცესის ნაწილია. მან მოიყვანა ეს ხალხი ღარიბაშვილიდან დაწყებული ყველა მინისტრები, რომელიც მან გაზარდა, მის კომპანიებში მუშაობდნენ ესენი და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალიან მაღალი დაკვირვების ქვეშ ყავდა თვალთვალი, მოსმენა, ჩაწერა და ასე შემდეგ. ეს ხო ვიცით ჩვენ საზოგადოებამ. შესაბამისად, მის გარეშე ეს ყველაფერი არ ხდებოდა. ეს არის ამის ბიძინა ივანიშვილი არის ამ კორუფციული სქემის ნაწილი. ნაწილია. უბრალოდ ჩემი აზრით მან დაინახა, რომ იმდენი ფული მოიპარეს. იმდენი ფული მოიპარეს, რომ მე ადამიანებს უჩნდებათ რაღაც პოლიტიკური ამ ფულს გადარჩენა ჭირდება. პოლიტიკური რაღაცა სიძლიერე და ასე შემდეგ და ის ეჭვიანი ადამიანია და მიხვდა, რომ ეცი რა ძალიან გამდიდრდა ეთყობა ღარიბაშვილი კიდევ ვიღაცა და ამათ პირი არ შეკრან და მე რაღაც პრობლემები არ შემიქმნა. შიდა კლანური გადანაწილება მიდის ამ ხალხმა 13 წლის განმავლობაში ძარცვა ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის თამადობით, იმიტომ რომ მისი ხელდასმული ადამიანები არიან, ყველა ის, ვისაც ეხა ვითომ და კორუფციის ნიშნით, ესე თქვათ, ებრძვის, სინამდვილეში ეს არის ფულის ამოღების ოპერაცია და ჩვენ არ ვიცით ეს ფული რამდენი მიდის ბიუჯეტში და რამდენი წავა ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ სალაროში. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ეს არის კრიმინალური ბანდა, რომლის ესე თქვათ, ატამანი არის ბიძინა ივანიშვილი და რომელმაც ეს ქვეყანა პრაქტიკულად დააკუცმაცა, საზოგადოება დააპირისპირა ერთმანეთს, ქვეყნიდან ასეულათასობით ადამიანი გახიზნა და ქვეყნის უკეთეს და საუკეთესო ტერიტორიებს და წმინდა ტერიტორიებს, აქვე ვიტყვი, იმიტომ რომ კრწანისი არის წმინდა ტერიტორია ჩვენთვის, აძლევს უცხო ტომელებს ყოველგვარი სარგებლის შეიძლება რაღაცა გაამართლო, რომ სარგებელია და გვიჭირს და ბიუჯეტში ფული გვჭირდება. ბიუჯეტში შედის 0. და ეს ზღაპარი რომ 6 მილიარდი შემოვა, ეხლავე შემოიტანე ეს 6 მილიარდი. ეხლავე გაყიდე თუ გასაყიდია, მაგრამ მე ვფიქრობ, კიდევ ვუბრუნდები ამ საკითხს, ეს არის დიდი კორუფციული სქემა. კორუფციული სქემა სხვისი ხელით აკეთებს ამას, ბუნებრივია. კორუფცია ხა აკეთებს ამას ყობახიძის ხელით და ასე შემდეგ. კორუფციული სქემა, სადაც ყიდის სინამდვილეში არა მიწას, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ ეს რაც კითხვა და ამისვით გიორგი, ეს არის კიდევ ვიმეორებ ჩვენი ქვეყნის, აი ესეთ დონეზე ჩვენ არ ყოფილა, ჩვენ ბევრი ეტაპი გავიარეთ, მაგრამ ესეთი მასიური კორუფცია, ესეთი აი ერთი ვაშლი, დამპალი ვაშლი თელ კალათას საფუჭებსო, ხო, ბოდიში ამ სიტყვაზე აქ არის პირიქით უამრავი დამპალი ვაშლია, რომელიც შეგროვდა აი ამ ესე თქვათ ვერტიკალში და რომელმაც ძარცვა ჩვენი თითოეული მოქალაქე და მისი ბიუჯეტი. ჩვენი ოჯახის მიერ, შენი, ჩემი, აი ვინც შენ გვიყურებს, მათი გადახდილი და შეგროვილი ბიუჯეტის ძარცვა მიდის. და ადამიანები უნდა მიხვდნენ ჩვენ მოქალაქეები უნდა მიხვდნენ რომ ეხა აუცილებელი არის ჯიბეში ხელი ჩაგიყოს. ეს ბიუჯეტი ჩვენი ჯიბია პრაქტიკულად. ჩვენი გადასახადებით შექმნილი ჯიბია და ეს ადამიანები გძარცვავენ დილიდან საღამოდ და გძარცვავენ ესე თქვა რაღაცა წვრილი ხულიგნობის დონეზე კი არა. საუკუნის დონის ესე თქვა სიდიდის ძარცვა მიდის, მილიარდებზეა საუბარი. მინის მოусმინე ინფრასტრუქტურის მინის, რომელსაც თქვა რომ 300 პირობითად ლაპარაკობ შეიძლება 320 ინფრასტრუქტურული პროექტიდანო 250-ში არის დარღვევა. პრობლემური და ვადაგადაცილებული. 13 წლის განმავლობაში აშენებენ რაღაც 200 კილომეტრიან მაგისტრალს. 13 წლის განმავლობაში მე ღარიბაშვილი როცა იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ უთხარი
რომ 6000 კილომეტრს აშენებს ერთ წელიწადში ჩინეთი. ჩინელები არ აყავთ ჩამოყვანილი აქ. როგორ შეიძლება 13 წელი 200 კილომეტრი აშენო? აი ეს არის კორუფციული ხასიათი, ისეთ კომპანიებს არჩევენ თვითონაც ამ ტენდერებით, სადაც ესე ვთქვათ, სიამთკილოა მიდის და ფულის განაწილება, ვისი ფულის? ჩვენი მიერ შექმნილი ბიუჯეტის ფულის და ეხლა ამას ან წერტილი უნდა დაუსვათ, ან ამ ქვეყნიდან არაფერი არ დარჩება პირდაპირ გეუბნებით. აი ბატონო, მივადექით ჩვენი საზოგადოებისთვის დასკვნების გამოტანისა და შემდეგ მოქმედებების დასახვის ფაზას ყველაზე მტკივნეულს. ეს უკვე რა მდგომარეობაშია ეს პოლიტიკური პარტიებს აღარ ვამბობ მარტო იმიტომ რომ მარტო პოლიტიკური პარტიები არ არიან ცხადია პასუხისმგებლები ქვეყნის მომავალზე მთლიანად ეს ფლანგი ასე ვთქვათ რომელიც აგრძელებს წინააღმდეგობას აქვს სურვილიც რესურსიც ასე შემდეგ 4 ოქტომბერი ამ თვალსაზრისით გარკვეული მიჯნა იყო რთული შესაძლებელი არის სხვადასხვა პოზიციიდან მე არ გთხოვთ ახლა ამის კვლავ დეტალურ ანალიზს საზოგადოებამ იცის თქვენი პოზიციები მაგრამ მივიღეთ სურათი როდესაც პერსპექტივა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის რომელთა შორისაც თქვენც ფიგურირებთ რომელიც წესით ძველი ხელისუფლების ეგრეთ წოდებული რაღაც ძველი 3 წლის წინანდელი მაგრამ ნაციონალური მოძრაობის პერიოდზე არის ლაპარაკი მაგრამ იქაც მოხვდით იმ კომისიის არ იყოს და ნუ ზოგადად მარტო თქვენზე ხო არ არის ლაპარაკი ანუ ქვეყალაში პოლიტიკური კონკურენციის ყველა წინაპირობა უნდა მოისპოს და ამავე დროს ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული დასაბუთებული მოლოდინები რისთვის კეთება ეს ყველაფერი მისი ნაწილი დღეს დროებაში კიდევ უფრო დეტალურად მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის დაღეჭილად შევთავაზოთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც კიდე რაღაცა ილუზიები აქვს, რომ შეიძლება აი რაღაც სუვერენული პოლიტიკის თამაშის მცდელობასთან გვაქვს საქმე. აქ საუბარია კონკრეტულად რეფერენდუმის ჩატარებაზე, არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტიკური ოპონენტების გარეშე, სადაც ველი მთლიანად გაწმენდილი იქნება 78 მხრის კონსტიტუციიდან ამოღებაზე, აგერ ბატონო რეფერენდუმზე, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი უნდა ვთქვა და ასე შემდეგ. ანუ გეგმა აფიო და ნათელი. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ლელო ძლიერი საქართველო და თქვენი პერსპექტიული პოლიტიკური პარტნიორები, აი ვინ შეიძლება იყვნენ რა ფორმით, რა პროცესში უახლოესი თვეების განმავლობაში. როგორ ხედავთ პროცესს? გიორგი, მე ვიყავი თქვენთან 4 ოქტომბრამდე გახსოვთ ეთერში და მაქვს ხა შესაძლებლობა რომ გითხრათ, რომ სანამ ჩვენ არ ვისწავლით ჩვენი შეცდომების ან წარმატებების ანალიზს და მკაფიო შეფასებას ვერანაირი წინ გადადგმული და ტრაფარეტული მოდი ახლა ერთად დავდგეთ და მოდი ახლა გავერთიანდეთ და ასე შემდეგ არაფერი არ გამოვა. იმიტომ რომ მე თქვენ ეთერში ვთქვი რამოდენიმე დღით ადრე რომ ის თემა 4-ში ვიწყებ და 4-ში ვამთავრებთ იყო შემოგდებული, ავანტიურისტული და ძალიან ცუდი სცენარით განვითარებული, რომელსაც ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ღიად უჭერდა მხარს. სანამ ამას არ ვიტყვით, რომ ეს იყო ავანტიურა რაღაცა ფულის გადახდა, ესე ვთქვათ, ზალონებზე და ასე შემდეგ, უბრალოდ ვერ წავალთ წინ. მეორე, ჩვენ ვამბობდით, რომ ოცნებას და კალაძეს თბილისში აქვს 23%. რეალობა დადგა, რომ პრაქტიკულად 20%-ით კალაძე მოიგო და 80%, თითქმის 80% ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების არ გამოვიდნენ არჩევნებზე, რატო? იმიტომ რომ მთელი პროპაგანდა იყო ჩართული ბოიკოტის. ეს იყო უდიდესი შეცდომა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა იმის მაგივრად, რომ ოცნებაზე აიღოთ, ესე ვთქვათ, სწორება და მათი ენერგია მათზე მიემართათ, გადაწყვიტეს, რომ ჩვენ ვართ სამიზნე და მთელი ეთერები, მთელი ამ ხნის განმავლობაში მომართული იყო ჩვენ, ესე ვთქვათ, წინააღმდეგ მომართული, ну აი თუ რამე შეიძლებოდა ცუდი ან ბილსიტყვაობა და ასე შემდეგ ყველაფერი მართული ჩვენ თქვენ იცით რომ მორატორიუმი ქონდა გამოცხადებული და ამაზე ჩვენ არ უპასუხეთ. ეხლა როგორ უნდა ვიაროთ წინ? ხო, როგორ უნდა ვიაროთ? პირველ რიგში ეს უნდა შეფასდეს. ამ ხალხმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ესე ძახელი ხმამაღლა რომ 4-ში ვიწყებ და 4-ში ვამთავრებ და აქ ლაპარაკია სერიოზული, ესე ვთქვათ, 4 გადალახულ იმ პარტიებ გადალახულ პარტიების ლიდერებზე, რომლებიც ყოველ მეორე დღეს ტელევიზიაში არიან. მათ თუ არ თქვეს, რა სცენარი იყო ეს? ეხლა ხონდა მოუყურენ საზოგადოებას, როგორ ამთავრებდნენ 4-ში. და თუ არ იყო, მაშინ რატო ატყუებდნენ საზოგადოებას, ხო? შეიძლება მე მოგითხრათ, რომ გიორგი, მე მქონდა ესეთი გეგმა, მაგრამ არ გამომივიდა.
ეს იყო შემდეგი გეგმა, ხო? ვიკრიბებოდით, მე ამას ვაკეთებდით, მე იმას ვაკეთებდით და ასე შემდეგ. და ეხლა გაგრძელება, რომ თითქოს არაფერი არ მოხდა, ესე არ გამოვა. თუმცა მაგ ნაწილში არის კიდე ობიექტურად რო ვთქვათ, ნაწილი პოლიტიკური პარტიების, რომლებიც 4-ში დამთავრებაზე არ საუბრობდნენ, იგივე კოალიციას ცვლილებების წარმომადგენლები, ხო, რომლებიც ამბობენ, რომ ერთის მხრივ ეს არის სპეცოპერაცია არჩევნები, მაგრამ იმაზე არ ამბობდნენ, რომ სპეცოპერაცია, ამბობდნენ, რომ 4 ჩვეულებრივი ერთ-ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი დღე იქნება და ეს ბრძოლა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გაითვალოს. ნახეთ, ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით ამის, იმიტომ რომ რეალობა რა მოგვიტანა, უამრავი დაჭერილი, ახალი დაჭერილი ადამიანები, ის სინდისის პატიმრები, რომლის გამოშვებაზე ჩვენ ყველა ერთად ვიბრძოდით მედია, პოლიტიკური პარტიები და ახალი არჩევნების იმაზე თითქოს გადავიდა მეორე პლანზე, იმიტომ რომ იმ ხელა რაოდენობა პატიმრების მივიღეთ, პოლიტპატიმრების და გრძელდება ეს ყველაფერი. პოლიტიკური პროცესი მოკვდა, იმიტომ რომ ეხლა საზოგადოება დაღლილია, როცა გამოდის ოპოზიციური პარტია და მეორე ოპოზიციური პარტიას აგინებს. ეს ადამიანები სანამ არ მიხვდებიან, რომ ჩვენ ერთ ხარესა ვართ. და მოწინააღმდეგე რუსეთი წინ გვიდგის ბიძენა ივანიშვილის და ქართული ოცნების აი ჩინოვნიკების სახით, რომელიც ამ ქვეყანას, ესე ვთქვათ, საიდ უბედურებისკენ მიათრევენ, სანამ ამაზე არ შეთანხმდებიან ადამიანები, რომ ის არის, ესე ვთქვათ, მიზანი, სტრატეგიულ მიზანში ხო ყველა შეთანხმებული ვართ. ხო ყველას გვინდა, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი და თავისუფალი იყოს. ხო ყველას გვინდა, რომ ევროპულ გზას დავადგეთ, ხო? შენ რო გვერდზე იმიტომ რომ ტაქტიკურად არ ეთანხმები და განსხვავებული აზრი შენთვის არის მიუღებელი და იმის მაგივრად რომ დიალოგში დაждდე და ლოგიკურად საზოგადოებას აუხსნა რომ მე ესე ვფიქრობ და შენ ესე ფიქრობ და ასე შენ თან სტრატეგიას თუ შეთანხმებული ხარ ეს ხო იმის ექსკლუზია ასხამს რეალურად ვინ მოიგო ამ ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილმა მოიგო ბოიკოტის გამოცხადებით ვინ მოიგო ბიძინა ივანიშვილმა მოიგო ოპოზიციონერების დაპირისპირებით ვინ მოიგო ბიძინა ივანიშვილმა მოიგო შესაბამისად ეს უნდა ითქვას ხმამაღლა შესაბამისად როცა ლაპარაკი ახლა შემოვიდა რომ მოდი გავერთიანდეთ მე მინდა გაგახსენოთ გიორგი რომ ჩვენ გაერთიანებულები ვიყავით ქალბატონის სალომე ზურაბიშვილის ქართული ქარტიის გარშემო ხო ვიყავით არჩევნების მერე გაგრძელდა ესე ვთქვათ ეს საუბრები და ეს ინიციატივა ჩვენს გარდა სამივე კოალიციამ დატოვა ეს ფორმატი გაერთიანებული ვიყავით ან კითხვა სანამ ეს ფორმატი ანუ ეს პარტიები არ იტყვია რატო დატოვეს ის ფორმატი როცა ერთხელ უკვე შეკრებილები ვიყავით მათი ნაწილი დარჩა მაგრამ არა კოალიციური ადრე ჯაფარიძე იდგა ჩვენი წარმომადგენელი ბოლოს და ქალბატონის სალომე არა დროა ზურად თითქოს არა კოალიციები გავიდნენ ეხლა ჩვენ ხო სერიოზული ხალხი ვართ ეხლა მე წამყვანი პარტიები ხალხი გავიდა და ვიღაცა დაუტოვე ესე თქვა იმის გამო რომ ეს ხო რეალობა იყო ამიტომ კიდევ ვიმეორებ სანამ ოპოზიციური სპექტრი არ ისწავლის საქართველოში რის გამო ვერთიანდებით და რა არის მისაღწევი და ჩვენთვის მისაღწევი არის ზუსტად ის რაც იყო გუშინ და გუშინ წინ ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები ეს არის პოლიტპატიმრების გამოშვება ეს არის ჩვენი პარტიის ყოველდღიური საზრუნავი ეს იყო გუშინაც კიდევ ვიმეორებ გუშინ წინა და ჩვენ ეს მიზანი არ შეგვიცვლია და თანმიმდევრულად მივყვებოდით მე გაგახსენებთ ასევე ჩვენ ინიციატივას რომ შეგვექმნა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი რომ გავერთიანებულიყავით იმ საზოგადოებრივ ჯგუფებთან, რომელიც მართლა გმირულად 300 დღე და 300 დღეზე მეტი ჩვენ თანაპარტიელებთან ერთად დგანან რუსთაველზე. მე სულ ვამბობდით, რომ პროტესტი არის აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობა. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ადგილობრივი არჩევნები არანაირად არ შეცვლის ლეგიტიმაციის სტატუსს ქართული ოცნებისა და აგერ ახარ თქვენ და მე მგონი არაფერი პირიქით, უფრო გართულ და ქართული ოცნების საქმე. ხო, შესაბამისად, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ უნდა დავიწყოთ რაღაც მოვიფიქროთ ახალი ფორმატი, რომ ის საზოგადოება, საპროტესტო საზოგადოება, რომელიც ასე უნდა დაორგანიზდეს. მე ძალიან გულწრფელად მინდა გითხრათ. არ შეიძლება დღეს ელაპარაკო ერთ წარმომადგენელს და მეორე დღეს მეორე წარმომადგენელს. თქვენ ისაც გახსოვთ, რომ ეს საპროტესტო საზოგადოება ამბობდა, რომ პოლიტიკოსები აქ არ გვინდა. მე ამბობდნენ, რომ ამ პროტესტს არ აყავს ხელმძღვანელი და ხალხის მიერ იმართება. კი ბატონო, მაგრამ ეს ხო უნდა გადაიზარდოს პოლიტიკურ ქმედებაში. მე მქონდა შეხვედრა ჩემ დაჭერამდე, ესე ვთქვათ, მშობლებთან, პატიმრების მშობლებთან, მქონდა შეხვედრა იმ ინტელექტუალურ ძალასთან, რომელიც ასაზრდოებს, ესე ვთქვათ და ძალიან აქტიურია, დამკვირვებლებთან, თქვენ შეგიძლიათ იგითოთ, ყველასთან მქონდა შეხვედრა და ეს საუბარი მქონდა. ამ ადამიანებმა უნდა შექმნან რაღაც წარუმატებლობითი ორგანო. ამ პარტიაში უნდა გაერთიანდნენ, ან რომელიღაც პარტიას უნდა დაუჭირო მხარი. ან უნდა თქვა რომ ჩვენ საზოგადოება, ჩვენ აი საპროტესტო საზოგადოება
ერთი ხმით არა, მაგრამ რაღაცა საკოორდინაციო რგოლი უნდა არსებობდეს, მისთანაც კომუნიკაციის შეთავაზება ქონდა ჩვენ გიორგი, ეს შეთავაზება ქონდა, როცა ვლაპარაკობდით იმ არჩეულ ოპოზიციურ დეპუტატებზე და ვამატებდით იმ გაყალბებულ ხმებს და აგვყავდა 61 დეპუტატი 100-მდე და 50 ადგილს ვეუბნებოდით, რომ აი ესე თქვა რუსთაველის საზოგადოება შემოგვი. ეს იქ სალომე ზობრაბიშვილის ესე თქვა ხელმძღვანელობით. და ეს იქნებოდა უზარმაზარი ძალა ორგანიზებული, რომელიც დაორგანიზებდა მიტინგსაც, წინააღმდეგობასაც და ასე შემდეგ. ეხლა რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, ყოფს ამას ყველაფერს და ცალსაკე ებრძვის. და ცალსაკე ახლა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვერც ქუჩას მოიგებ და ვერც პოლიტიკურ პროცესს შექმნი. ამიტომ კიდევ იმაზე ვართ. თუ ვინმე შეუძლია იმაზე მაღლა დადგეს, ვიდრე პიროვნული წყენა და ასე შემდეგ, მე მგონი ერთ-ერთი აგერ თქვენ წინ ვზივარ, იმიტომ რომ საქართველოს ინტერესს ეხება, თქვენ იცით რომ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგი იმისათვის, რომ არანაირი პიროვნული, არამედ გადავდგი ხელი ჩამოვართი ერთხელ, ჩავარ და აი ხა ამბობთ თუ გახარიასთან ეხა თქვენ მოახერხეთ რაღაც მემორანდუმის გაფორმა, მაშინ რატო არ მაშინ მოახერხეთ, ჩვენ შევხვდით, თქვენ შეგიძლიათ კითხოთ გახარიასაც და ქალბატონ სალომესაც. ჩვენ ხელი ჩამოვართვით წინაღამეს და ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ გარეთ რომ მედია გველოდება, გავიდეთ და მაშინვე გაგიკეთებიდეთ და განცხადებდეთ. მე ვთხოვე ორივე აღარ მოხდა. რახანაც მოვილაპარაკეთ, გავიდეთ და გავაკეთეთ და რატომღაც ორივე თქვა რომ მოდი ხვალისთვის გადავდო და მეორე დღეს ბატონმა გახრიამ თქვა რომ შეიცვალა ჩვენი პოზიცია და არ გამოვა ეს ყველაფერი. გასული ამბავია ეს, მაგრამ მაინც მოვახერხეთ და მემორანდუმის წესით ერთი წლის მერე მოვახერხეთ და ეხა იმ დონის ტაქტიკურად ითანამშრომლეთ, უბრალოდ კონკურენტები არ გავხდით ერთმანეთის. კიდევ ვიმეორებ. ანუ რასაც ვამბობდით, იმიტომ კი არა ჩვენ შეცდომები მოგდის ბუნებრივად. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, როცა დაიწყო ბოიკოტზე ლაპარაკი, როცა ქუჩა იყო აღელვებული სერიოზულად დეკემბერი, იანვარი და თებერვალი, უცბად რიგმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს ერთი წლის მომავალი ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტზე ინტენსიური პროპაგანდა და ამას ძალიან სერიოზულად ხარი დაუჭირა იმედის ტელევიზიამ და ესე ვთქვათ პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ და ჩვენ გაგვიკვირდა და თქვით ხმამაღლა ეს ჩანაწერებიც არის, რომ რა დროს ამაზე საუბარია ახალ არჩევნებზე თურმე ეს არის გეგმა და პირდაპირ მინდა თქვა, ზოგმა შეგნებულად ოპოზიციიდან, ზოგმა შეუგნებლად ითამაშა ამ სცენარში თავისი როლი. შედეგად მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ეხლა და კიდევ ერთს ვიტყვი, ხშირად არის საუბარი, რომ აი ლელომ ორჯერ ნაკლები ხმა მიიღო, ეს არის ტყუილი. და მე მინდა იმ სოციოლოგებსაც უთხრათ, რომლის ესე ვთქვათ, რომელსაც ჩვენ ვენდობოდით და ნუ კიდევ ვენდობით, მაგრამ თუ კიდევ მსგავსი რამე განმეორდება, მე მინდა გითხრათ, რომ დიდ ეჭვს შევიტან მათ პროფესიონალებში, იმიტომ რომ ჩვენ მათგან ვიცით, რომ როცა შედარებითია არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები ადგილობრივი არჩევნებს და საპარლამენტო. ჩვენ გარკვეული მანიპულირება რა თქმა უნდა, მაგრამ საპარლამენტოში. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ წინა ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით 2.5-ჯერ მეტი ხმა ავიღეთ. ეს არის დაახლოებით 100,000 ხმა. თუმცა კიდევ ვიმეორებ, ამან არ მიცა არანაირი ლეგიტიმაცია, ესე ვთქვათ იმას, რა ქვია. ქართულოცნებას. მადლობა, დრო გვეწურება უბრალოდ და ჩვენი საუბრის დასასრულს მე არანაირი დასკვნები არ გამომაქვს, მაგრამ ჩემთვის რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მთავარი პრობლემა, რაც არის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში, როგორც ჩანს, მაინც ეს არის ნდობის პრობლემაც. ეს არის პასუხისმგებლობის აღების პრობლემაც და ამაზე ღიად საუბრის პრობლემაც, თუმცა ყველანი ვართ მართლაც უკვე იმ ფაზაში, როდესაც მე არ ვიცი მალე გითხრათ რა უნდა მოხდეს კიდე ისეთი, როდესაც ერთმანეთის მიმართ რაღაცა კონკურენციისა თუ თუნდაც სიძულვილი არ უნდა გადაფაროს იმ უზარმაზარმა საფრთხემ, რომელიც ჩვენ ივანიშვილის, ანუ რუსული ადგილობრივი რეჟიმის საფრთხეებს, რასაც მოაქვს. ამიტომ მაყურებელიც ალბათ და მეთანხმება, რომ ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა მართლა არის ამ საფრთხების გათვალისწინებით რაღაცა ტიპის ესეთი ფორმატების, პლატფორმების ორგანიზება, სადაც შესაძლებელი გახდება რესურსების გაერთიანება და დაპირისპირება აი ამ საფრთხეებს. მე აბსოლუტურად გეთანხმებით, მე მგონი ეს ჩვენ მას მისამართი არ არის, ჩვენ არავის არ დავსხმევთ თავს, თქვენ იცით ეს ძალიან კარგად. ჩვენ ვართ ღია ყოველთვის იმისათვის, რომ ქვეყნის ინტერესები არ გადავაყოლოთ ვიღაცის პიროვნულ არ თუნდაც პარტიულ ინტერესებს. ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახოთ ის ხიდები, რომელიც პოლიტიკურ ხასს შეიტანს პროტესტში და პოლიტიკა შეიტანს პროცესში და ამისათვის საჭიროა ისე როგორც ჩვენ უნდა გადავიაზროთ ეს ყველაფერი როგორ უნდა მოხდეს, ისევე იმ საპროტესტო საზოგადოებამ. კი, ისინიც ფიქრობენ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი გაიხსნას პირველ რიგში პოლიტიკურმა პარტიამ, ამ შემთხვევაში ლელო ძლიერ საქართველოზე მაქვს საუბარი, უნდა ინტენსიურად დავიწყოთ საუბარი იმ ხალხთან, რომელიც შეიძლება რუსთაველზე არ დგას, ან დგას რუსთაველზე, რომელსაც აწუხებს ეს მდგომარეობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას ნდობის აი ეს მართლა განცდა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინ ვიაროთ და ეს
მახინჯი და ესე ვთქვათ, მართლა კრიმინალურ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ჩამოაშოროთ ამ ქვეყანას. მადლობა ძალიან დიდი დაგემშვიდობებით.